საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს მშიო მესამის სამღვდელმთავრო გვირგვინის დადგმა დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ანდრია პირველწოდებულის შემოსვლისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს გაიმართა. სწორედ სვეტიცხოველში აკურთხეს 23 წლის წინ მაშინდელი იღუმენი შიო ეპისკოპოსად. გაფართოებულ კრებაზე მღვდელმთავრებმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი 3 კანდიდატ შორის აერჩიეს, მან ყველაზე მეტი 22 ხმა მიიღო. ისტორიულად შიო პირველი და შიო მეორე ამ ტიტულს მე-14 და შესაბამისად მე-15 საუკუნეებში ატარებდნენ. ახალი პატრიარქის აღსაყდრება განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღს დაემთხვა და სვეტიცხოველში სასულიერო პირებთან ერთად მრევლი და მმართველი პარტიის ლიდერებით შეიკრიბნენ. დღეს ამ ისტორიულ პროცესს სალომე ჯაფარიძე აშუქებდა და თემის დეტალებით ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. სალომე, მოგესალმები და გისმენთ. 2026 წლის 12 მაისი დიდი ალბათობით საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღის სახელით ჩაიწერება, რადგან ნახევარი საუკუნის შემდეგ ქვეყანას ჰყავს მართლმადიდებულ სამყაროს, საქართველოში ჰყავს ახალი პატრიარქი შიო მესამე, რომლის აღსაყდრებაც მოხდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ეს არის ერთგვარი ტრადიცია, რადგან 142-ვე პატრიარქი სწორედ აღნიშნულ ტაძარში აღსაყდრდა. რაც შეეხება ზოგადად ვითარებას, რა ხდებოდა სვეტიცხოველში, დავიწყებ პირველ რიგში იმ საინტერესო თავის მხრივ საზეიმო წირვალოცვით, რომელიც მიმდინარეობდა დილის 10 საათიდან. ჩვენ მოვისმინეთ თავის მხრივ განცხადებებს ოდნავ მოგვიანებით გიამბობთ, თუმცა საინტერესო იყო თავის მხრივ შიო მესამის ქადაგება, მანამდე ის პროცესია, რომელიც აღავლინეს უმაღლესმა და უპირატესმა მღვდელმთავრებმა, როგორც ვიცით და ვნახეთ, შიო მესამე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შემოსეს საპატრიარქო ატრიბუტიკით, ეგრეთ წოდებული საპატრიარქო მიტრა, ასევე კვერთხი, პანაღია, რომელიც გადაეცა სიმბოლურად შიო მესამეს. რაც შეეხება იმ პასუხისმგებლობას, რომელზეც საუბრობდა პირველ ქადაგებაში, საპატრიარქო ქადაგებაში შიო მესამე, პირველ რიგში მან საუბარი დაიწყო ქვეყნის 151 კათოლიკოს პატრიარქით. ილია მეორის განვლილი გზა თქვა, რომ არის საკმაოდ შთამბეჭდავი, ახსენა ისიც, რომ ახალმა პატრიარქმა უნდა გააგრძელოს ის გზა, რომელიც დაიწყო თავის მხრივ ილია მეორემ და შესაბამისად მისივე განცხადებით ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის პასუხისმგებლობა, რომელსაც თავის მხრივ, როგორც თავად ამბობს ქადაგებაში, სასოებით უნდა მოეკიდოს ახალი პატრიარქი. შემთხვევითი არ არის თქვენ რო ეს თქვით, თქვენო მეუფებაო, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ მისი ოჯახი, ის მამა იყო ჩვენი დიდი და ჩვენი ვალია მართლაც როგორც თქვენ ბრძანეთ, გავაგრძელოთ ეს მისი დიდი საქმე. აქ სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენ წინაშე მდგარი მადლობ და ვადიდებ უფალს. ამავდროულად კი მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას. მაუწყე მეუფალო გზა, რომელსაც ვიდოდი. სასოებ და მუხტს ვიყრი ყოვლად მოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველ დადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად. ილოცეთ ჩემთვის, რომ გავძლიერდე ერთ-ერთი მოწოდება სწორედ ასეთი იყო, რომელიც გაახმოვანა ქადაგებაში ახალმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ და ასევე ისაუბრა თანამედროვეობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს აქვს, მათ შორის მართლმადიდებლურ სამყაროს. აღნიშნა ის, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ აუწყოს თანამედროვეობას ფეხი თავის მხრივ მღვდელმსახურებმა, თქვა, რომ არა მხოლოდ ეკლესიის კედლებს შიგნით, არამედ კედლებს გარეთაც უნდა დაინტერესდნენ სამღვდელო პირები, თუ რა მდგომარეობაშია მათი მრევლი და შესაბამისად რომ შევაჯამოთ ის ქადაგება, რომელთაც მიმართა შიო მესამემ საზოგადოებას, პირველ რიგში მან ისაუბრა იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ეკლესიას გააჩნია და მათ შორის საზოგადოების და ეკლესიის აქტიურ ურთიერთობაზე. თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის წყემსთავრობის ტვირთი. რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს. მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ გმართებს თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულის და ტკივილიც.
ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის, მისი მოწოდება ქრისტეს მიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საზეიმო განწყობა დილიდან იგრძნობოდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც მოდიოდნენ როგორც მრევლი, რიგითი მოქალაქეები, ასევე სამთავრობო კაბინეტი, მთავრობის მეთაური, მათ შორის ბიძინა ევანიშვილი ვიხილეთ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და ასევე ოპოზიციური პარტიები, თუმცა ვიდრე მათ განცხადებებს განვიხილოთ თავის მხრივ მღვდელთმსახურების შეფასებები, რომლებმაც განცხადებები გააჟღერეს მას შემდეგ, რაც უკვე აღსაყდრდა ოფიციალურად შიო მესამე, როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მათი თქმით, შიო მესამეს გააჩნია იმის რესურსი, რომ გააგრძელოს ის დანატოვარი, რაც ჰქონდა მას ქვეყნის კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორისგან. შესაბამისად მიიჩნევენ, რომ მღვდელთმსახურები იყვნენ ერთიანები, პოზიცია იყო ერთიანი და შიო მესამე ნამდვილად იმსახურებდა იმ ტიტულს, რომელიც მან მოიპოვა. Დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ეს არის პირველი არჩევნები კათოლიკოს პატრიარქის. ის ერთ სულოვნებაა, ის ურთიერთსიყვარული, ის განცდა ქრისტეს ეკლესიის ერთობისა, რომელზეც სულ საუბრობდით გუშინ და დღეს თვალნათელია ყველასთვის. ძალიან დიდი სიხარულია. პირველ რიგში ულოცავ მეუფე მის უწმიდესობას, დიდ მეუფე შიოს და ულოცავ საქართველოს. თქვენს გილოცავ და ყველას სოფლიო მართლმადიდებელ, ასე ვთქვათ, სამყაროს. მეუფე დანიელმა დაადგა მას საპატრიარქო გვირგვინი, რომელიც 50 წელია დაახლოებით არავის არ ფარებია გარდა ილია მეორისა და ასევე მეუფე იობმა, რომელიც საპატრიარქო კანდიდატი იყო, მას გაუკეთა მე-20 საუკუნის ისტორიული პანაღია, ასევე მეუფე გრიგოლმა გაუკეთა მას მეორე პანაღია. ის აგრძელებს პატრიარქის გაყვავილ გზას. საქართველოს მოსახლეობას იმას რომ აყავს ახალი პატრიარქი და ის გააგრძელებს ჩვენი პატრიარქის ილია მეორის გზას. ის რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცელი გადაიშალა, ამაზე საუბრობენ მათ შორის პოლიტიკოსები, როგორც აღნიშნე, დილიდან მოდიოდნენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციური პარტიები და ამ შემთხვევაში აზრი არ იყო პოლარიზებული, თითოეული მათგანი აღნიშნავდა პირველ რიგში ულოცავდა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრებას, ამბობდნენ, რომ იმედი და მოლოდინი ძალიან დიდია მის მიმართ, თითოეულმა პოლიტიკოსმა დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ შიო მესამეს აქვს რესურსი იმისა, რომ იყოს გამაერთიანებელი, მათ შორის დაპირისპირებული მხარეების და აქტიურად საუბრობდნენ პოლიტიკოსები მათ შორის იმ პოლარიზაციაზე, რომელიც საქართველოშია. მეუფე შიო, რომელიც დღეს უკვე პატრიარქია, არის უღირსეულესი ადამიანი, ვინც კი იცნობს, ვინც არ იცნობს, ალბათ ამაში უკვე ყველა დარწმუნებული და ასეთი იყო ღვთისნება. მართლაც ძალიან რთულია ილია მეორის მერე, უწმიდესობის მერე ამ დიდი ჯურის მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მისი ეროვნული თვისებებიდან გამომდინარე ის ამას შეძლებს და იქნება გამორჩეული პატრიარქი. ეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მომენტი, რომელიც იშვიათია ერისთვის. მე მინდა უსურვო მის უწმიდესობას და უნიტარესობას, რომ ის საქმე, რომელიც ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ილია მეორემ მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით შეასრულა, ეს საქმე გაეგრძელებინოს. მიულოცავ შიო მუჯირს პატრიარქად აღსაყდრებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და კი წარმატებას უსურვებ, ვინაიდან ეკლესიას მუდმივად ჰქონდა ისტორიული როლი, ერის გამაერთიანებელი ძალა სწორედ აი აქ იყო ქართულ ეკლესიაში. ისტორიული დღე, როცა ახალი ისტორიის ფურცელი იწყება, იწერება და სიმბოლურია ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ანდრია მოციქულის საყდარს და სწორედ ამ დღეს ხდება ახალი პატრიარქის აღსაყდრება. ლოცულობთ იმისთვის, რომ ერთიანი ძლიერი საზოგადოება შეიქმნას, გაერთიანდეს გახლეჩილი საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი.
საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ახალი წინამძღვარი ყავს, ქვეყანას კი ახალი პატრიარქი. შიო მესამე უკვე ოფიციალურად არის ქვეყნის კათოლიკოს პატრიარქი, როგორც მოვისმინეთ, პირველი გზავნილი, რაც პატრიარქმა საზოგადოების მისამართით გააჟღერა, შეეხებოდა ლოცვას, შეეხებოდა ერთობას და თავის მხრივ სიმშვიდეს. საინტერესოა, რა სახის ქადაგებებით წარდგება თავის მხრივ პატრიარქი მრევლის წინაშე.